მოგესალმებით, ეთერშია მოამბა 6 საათზე, სტუდიაში მარიამ სეთურიძე მუშაობს, გამოშვებაში ნახავთ. განუსაზღვრელი შესაძლებლობები ფილმის პრეზენტაცია პარალიმპიელების შესახებ. გაიხსნება თუ არა ჰორმუზის სრუტე, რაზე შეთანხმდნენ მხარეები. მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი და დაჯილდოების ცერემონია. სასტუმრო თბილისი პარაგრაფში პარალიმპიელების შესახებ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის განუსაზღვრელი შესაძლებლობები პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ფილმი ასახავს პარასპორტსმენების ცხოვრებას და მათ თავდაუზოგავ შრომას, რამაც საქართველოს მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის პრემიერა პირველად გაეროში გაიმართა. ფილმი ბანკი ქართულს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ღონისძიებაზე ჩვენი ერთად ყოფნით კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებთ, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი პოტენციალის სრული რეალიზების ხელშეწყობა სახელმწიფოს მტკიცე პრიორიტეტია. ნებისმიერი საზოგადოების პროგრესისა თუ ცივილიზებულობის ერთ-ერთი საზომი სწორედ ისაა, თუ როგორ გარემოს უქმნით მათ, ვინც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ადამიანის ნებასა და სულისკვეთებას საზღვრები არ გააჩნია. ამ უსაზღვრო შესაძლებლობების საუკეთესო მაგალითი კი სწორედ თქვენ, ჩვენი პარაოლიმპიური სპორტსმენები ბრძანდებით. 2026 წელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული სპორტის ისტორიაში. საქართველოს პირველად მიიღო ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და ზამთრის სპორტის ათვისებაც შთამბეჭდავი წარმატებებით დაიწყეს. ეს მიღწევები დარწმუნებული ვარ, მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენი სპორტსმენები არასოდეს ნებდებიან. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვუყურეთ დღეს ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომელიც არის ძალიან საინტერესოს და ძალიან ემოციური და ეს ფილმი აჩვენებს იმ მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლების განმავლობაში. ამ ფილმში საუბარი იყო მათ შორის სტატისტიკაზე, რომელიც პირდაპირ ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც იყო მანამდე, რომელიც არის დღეს. და კი თქვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო 2012 წლამდე ორ სპორტის სახეობაში და მთელი წლების განმავლობაში ისტორიის მანძილზე ერთადერთი საერთაშორისო მეტალი ჰქონდა მოპოვებული ჩვენს ქვეყანას. მას შემდეგ პარასპორტში გვაქვს სრულად განსხვავებული მიდგომები და ეს კიდევ ერთხელ სტატისტიკაზე აისახება. დღეს არის 300-ზე მეტი სპორტსმენი 14 სახეობაში და დღეს ათეულობით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ყავს, რაც რა თქმა უნდა არის ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში მთავარი წვლილი მიუძღვით პარასპორტსმენებს, მათ ტალანტს, მათ ნიჭს, თავდადებას, შრომას, თუმცა და აღინიშნოს რა თქმა უნდა, რომ მთავრობის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალშიც საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად დაუჭერს ხარჯს პარასპორტის განვითარებას. ფილმი ჩვენ ვეცადეთ, რომ ყოფილიყო სრულად საქართველოში პარასპორტის და ზოგადად ამ მოძრაობის შესახებ, რაც არის როგორც შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების ნაწილი, ისე მათი ჩართულობა სპორტში, მათი როლი საზოგადოებაში, ქართული კულტურის, თანამედროვე ქართული კულტურის ქმნადობაში. დოკუმენტური ფილმი პარალიმპიურ მოძრაობაზე სინამდვილეში არის ფილმი გამარჯვებების ისტორიაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ მისი გადაღება შესაძლებელი გახდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ფონდი ქართოს ქველმოქმედების შედეგად და ეს მხარდაჭერა დარწმუნებული ვარ განვითარების სხვა ეტაპზე აიყვანს ფინალურად პარალიმპიურ მოძრაობას და უკვე გქონდა ამ ფილმის პრემიერა გაეროში, სადაც ძალიან დიდი გამოხმაურება და წარმატება ხვდა წილად და დარწმუნებული ვარ, რომ ის ქართველი მაყურებლისთვისაც დასამახსოვრებელი იქნება.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობაა ასახული, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე ეხმაურება. ვიცე-პრემიერის თქმით, 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად დაფიქსირებულა და არც დაზარალებულებს მიუმართავთ. ინფორმაციის მიღებისთანავე კი, როგორც მდინარაძემ განაცხადა, მოხდა მყისიერი რეაგირება და მოძალადე პოლიციელები დააკავეს. ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ ამის შესახებ კადრების გამავრცელებელი ტელევიზიისთვისაც ცნობილი იყო. წინა ადმინისტრაციის მიერ ამერიკის შეერთებული ერთი რამე შემიძლია დაბეჭდებით გითხრათ. ხვალად შეიძლება დანაშაული მოხდეს. 45,000 ადამიანში ვიღაცამ შეიძლება შეარცხნოს ყველა პოლიციის მუნდირი. ამას გარანტიას ვერავინ ვერ მიცემს ვერავის. ვერც მე ვიცი მოსახლეობას გარანტიას, რომ ხვალ პოლიციელი რაღაც დანაშაულს არ ჩაიდეს. 45,000 ადამიანიდან რომელიმე. მაგრამ გარანტიას მიცემთ იმისას, რომ დაუჯელი ვერ დაჩება ვერც ერთი. როდესაც მე აი ამ თანამდებობაზე ხა სადაც ვარ გადავდიოდი, მაშინ ერთ-ერთ თქვენს ეთერში ვთქვი, რომ რაზეც იყო ლაპარაკი, რომ პოლიციელები არ დაესჯილან აქციების დროს. პირობა დავდი და რამდენიმე კვირაში, მაქსიმუმ თუ რამდენიმე დღეში არა გახსოვთ, ეს პირობა შესრულდა, ვისიც კი შესაძლებელი იყო, რომ მტკიცებულება მოგროვებული იყო, ელემენტარული, ყველაზე მოგროვდა და ეს მუშაობა გრძელდება, არ დაგვისრულებია და ყველას ვაფრთხილებ. პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომელიც პოლიციელის დისკრედიტაცია შეესწება. ერთი მხრივ პოლიციელის მუნდირის, ღირსების, გმირი ხალხის შეურაცხყოფას არავის არ გაუტარებთ და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას, ისევე როგორც ხგუში ვნახეთ, რომ ცნობილი იყო მათთვის ჯერ თებერვალში, მერე პროკურატურის პიარ სამსახურიდან, რომ იცოდნენ, რომ დაკავებული იყვნენ ადამიანები და ანონში შეგნებოდ ეს არ ჩასვეს და მეორე მხრივ პოლიციელი იქნება თუ უწყების, რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი ძალადობას და ასეთ მავნე ქმედებებს და მათაც პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გაუტარებ და არც მათ ვაპატებ. ეს არის სწორი მიდგომა, მაგრამ ერთადერთ წინადადებას დავამატებ. მე მიკვირს იმ ხალხის, რომელიც საერთოდ არაფერს ამბობს იმაზე, რომ აი მაგალითად არის სიუჟეტები დანიის ფაქტი იყო, საფრანგეთის ფაქტები იყო, დიდი ბრიტანეთის კი ბატონო, მადლობა არჩი ძალიან დიდი ფაქტები იყო. იქ რო ცემენ ქუჩაში კამერებით რომ ასაკეთებენ, დღემდე ერთი ადამიანი არ არის ამ ფაქტებზე დაჯილი. ის არავისაც უხებს. იმაზე არავინ არ საუბრობს, რომ ესე იქ დემოკრატიულად ბრჭყალებს, რა თქმა უნდა, ცემენ როგორ ჩანს და ჩვენთან დაჯილი ადამიანი ფაქტის სახეზე გახსნილი 4 წლის თავზე და 4 წლის შემდეგ საქმე და ამას ცდილობენ რომ დაატრიალონ და სისტემურად წარმოაჩინონ ეს ამბავი. ვერც სისტემურობა იქნება, ვერც ძალადობა იქნება, იქიდან გამომდინარე პრევენციას ყოველთვის მოვახდეთ. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთეს პოლიტიკოსებმა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მხოლოდ ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დასჯა საკმარისი არ არის. უმრავლესობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. ჩვენ ვითხოვთ პასუხისმგებლობას იმათსას, ვინც რეალურად სისტემურ წამებას ჩაუყარა საფუძველი ქვეყანაში და ამის ამსახველი კადრები ვნახეთ. ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკური ფაქტიც არის, გარდა სისხლის სამართლებრივისა და ბუნებრივია, რომ პოლიტიკოსებს თავის შეფასება ამასთან დაკავშირებით მუდამ ექნებათ და ასევე მოქალაქეებსაც. ეს ერთი, მეორე, დასჯა ადამიანების მით უმეტეს იმ მუხლით, რაზეც ახლა ჩვენ გვაქვს წარმოდგენა შესაძლოა განცხადებით, არის აბსოლუტურად არაადეკვატური, ეს არის წამების შემთხვევა, სისტემური წამების შემთხვევა და არავით არის თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება თუ გადაჭარბება ძალის გამოყენებით. როდესაც შენ რამდენიმე წლის წინანდელ ჩადენილ გადაცდომა დანაშაულზე აპელირებ და ამბობ, რომ აი ნახე რა ხდება ხელისუფლებაში. მაშინ როდესაც სახელმწიფოს რეაგირება ასეთი ტიპის ქმედებაზე იყო ყისიერი. დღეს აღარაფერი აღარ აქვს სათქმელი და ეხლა ეძებენ რამეს ხავს იქნებ რამეს ჩაეჭიდონ, თუმცა ესეც აღარ გააჩნიათ. ყველა ქვეყანაში ჩვენ კარგად ვნახეთ, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნებში, საფრანგეთში საერთოდ ადამიანები დაიხოცნენ აქციის დარბევის დროს და ასე შემდგომ. მაგრამ თავარი ის არის, რომ კანონის უზენაესობა იყოს და ვინ ჩაიდგენს დანაშაულს, პასუხი აგოს. რა თქმა უნდა, დანაშაული ხდება ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ სამართლიანი სახელმწიფოს ვალდებულება არის, რომ დანაშაულზე კონდეს რეაგირება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ დანაშაულზე იყო რეაგირება და ეს ყველაფერი განზრახ ხდა დამალული აი ამ ტელევიზიისა და გადაცემის მხრიდან. რასაც რა თქმა უნდა, თავისი კონკრეტული მიზანი ჰქონდა, მათ განგებდამალეს სინამდვილე, რომ ჩვენი საზოგადოება მოეტყუებინათ, მაგრამ საბოლოო ჯამში თქოს აქვს მოკლე ხეხები და საზოგადოება კარგად გაიგო ამ ადამიანებს სინამდვილეში. არავის ბედი არ ანაყოლებთ, არ აინტერესებთ, მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, რომ რაიმენაირად დეზინფორმაციები და ტყუილებით გავიდნენ ფონს. ყოველთვის იქნება სამართლიანი და პროპორციული რეაგირება ნებისმიერი დანაშაულის მიმართ, განსაკუთრებით ისეთი დანაშაულის მიმართ, როდესაც ხდება პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფა.
ხაშურში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. პოლიციამ წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავა. გამოძიები დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლი დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის პოტენციური ურთიერთგაგების მემორანდუმის დეტალები ცნობილია. როგორც Reuters ერთ-ერთი ირანელი მაღალჩინოსანი udasturებს, ირანი ბირთვული იარაღის წარმოებისა და შეძენის შესახებ წამოყენებულ პირობებს დათანხმდა. დეტალები კი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ 60 დღის განმავლობაში იქნება განხილული. სანაცვლოდ შტატები თანახმა ირანის ნავთობზე სანქციების შეზღუდული დროით მოხსნას და 25 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული ირანული აქტივები თავისუფლოს. ამასთან ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ კატარის ოფიციალური პირები მოლაპარაკებების გასამართად თეირანში იმყოფებიან. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დღეს მოეწორებოდა და ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნებოდა. შესაბამის დროს, როდესაც ყველაფერი დამშვიდდება ჩვენ წავალთ და გამოვიტანთ ბირთვულ მტვერს, რომელიც ღრმად არის ჩამარხული გრანიტის მთების ქვეშ. ჩვენი ლამაზი B2 ბომბდამშენებისა და მათი ბრწყინვალე პილოტების მიერ გავაზავებთ და გავანადგურებთ მას. იქნება ის ირანში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ველოდებით თანამშრომლობას ირანთან და მთელ ახლო აღმოსავლეთთან დიდი ხნის განმავლობაში. ვიმედოვნებ ეს პროცესები იქნება სწრაფი, მარტივი და გლუვი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ალტერნატივები, რომლებიც ვიმედოვნებ აღარასდროს იქნება გამოყენებული. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტები დიდი შვიდეულის ფარგლებში მომდევნო კვირას შეხვედრას გამართავენ. ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ვერსალის სასახლეში 17 ივნისს შეხვდებიან. როგორც ელისეის სასახლე იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტი ტრამპს 4 შაბათს ვერსალის სასახლეში შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღსანიშნავ ვახშამზე უმასპინძლებს. უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას ეხმაურება. მისი თქმით, უკრაინა ემზადება იმ შეხვედრებისთვის, რომლებიც ლუქსემბურგსა და ბრიუსელში მომდევნო კვირას არის დაგეგმილი. პრეზიდენტი თვლის, რომ უკრაინამ ყველაფერი გააკეთა ამ პროგრესისთვის და ასევე ეთანხმება ლიდერების განცხადებას, რომ უკრაინა ევროპასაც სჭირდება. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს იმასაც, რომ უსაფრთხოების საკითხს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს და ამის შესახებ პარტნიორებთან ყველა ფორმატში მსჯელობას აპირებს. ვემზადებით მომდევნო კვირის დიპლომატიური მოვლენებისთვის, რომელიც ძალიან აქტიურად დაიწყება ორშაბათიდან. ევროკავშირმა დაადასტურა მისი მზაობა გახსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი, რაც ახალ იმპულსს აძლევს უკრაინას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გავაკეთეთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც საჭიროა ამ პროგრესის მისაღწევად და მადლიერი ვარ ყველასი, ვინც დაგვეხმარა და ყველასი, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის მუშაობს. უკრაინა მზად არის 6-ვე კლასტერის გასახსნელად. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსული არმია ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებს და უკრაინული თავდასხმები ამ ვითარებას ვერ შეცვლის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ოკუპირებული უკრაინული რეგიონების აგრეთ წოდებულ გუბერნატორებთან ვიდეო კონფერენციის დროს განაცხადა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით კი გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის ფრონტის ხაზზე 179 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათ შორის პოკროვსკისა და გულიაი-პოლიეს მიმართულებით. ამასთან უკრაინული მედიის ცნობით გასულ ღამეს სუმის ოლქში რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ხერსონისა და დონეცკის ოლქებში კი რუსული ძალების იერიშების შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. დაიჭრა 13 პირი. ამასთან ბოლო 24 საათის განმავლობაში სლავიანსკში კიდევ 8 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით რუსულმა ძალებმა გაანადგურეს რესტორანი, საწყობი და სასოფლო სამეურნეო ტექნიკა. ჩვენი ძალები ინარჩუნებენ სტრატეგიულ უპირატესობას, ისინი თავდაჯერებულად მიიწევენ წინ და ვერც ერთი ჭურვი და დრონის დარტყმა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას. წინსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. მტერი ვერ ახერხებს ამ თავდასხმის შეკავებას და ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს. ისინი ურტყამენ სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას, მათ შორის სამგზავრო ტრანსპორტს.
ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება ჰეზბოლამ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებს შეუტია. ინფორმაციას თავად დაჯგუფება ავრცელებს. მათივე ცნობით ჰეზბოლას წევრებმა დრონებით ისრაელის ჯავშან მანქანასა და ჯარისკაცებზე მიიტანეს იერიში. მანამდე კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰეზბოლასთან დაკავშირებულ 70-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. იერიშებს 5 ადამიანი ემსხვერპლა. შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობის რაოდენობის ზედაზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს. BBC-ს ინფორმაციით ხმის მიცემის შედეგების მიხედვით შვეიცარიელთა 55%-მა უარყო შეზღუდა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე ქვეყნის მოსახლეობამ 10 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს. მედიის ცნობით ამჟამად შვეიცარიაში 9 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა 27% უცხოელია. ქვეყანაში მოსახლეობის 10 მილიონზე ქვევით შენარჩუნების იდეა შვეიცარიის მემარჯვენე კონსერვატიულ პარტიას ეკუთვნოდა. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად ვიქტორ ორბანი პარტია ფიდესის ლიდერად ხელახლა აირჩიეს. როიტერის ცნობით უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტიას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს. პარტიულ ყრილობაზე 737 დელეგატიდან მას ხმა 729 მისცა. აღსანიშნავია, რომ ორბანს კონკურენტი არ ყოლია. მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხებაზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. კაია კალასი პოლიტიკურ კრიზისში მოექცა. ამის შესახებ ევრონიუსი წერს. გამოცემის ცნობით მიზეზი საფრანგეთის მთავრობასთან დაკავშირებული არაფორმალური დოკუმენტია, სადაც უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე მის ყოფნასთან დაკავშირებით კითხვებია დასმული. დოკუმენტში 3 ვარიანტია წარმოდგენილი, მათგან ერთი კალასის როლს გააძლიერებს და გააფართოვებს, თუმცა დანარჩენი 2 ვარიანტი კი მის ფუნქციებს მნიშვნელოვნად შეასუსტებს და უფრო მეტიც, მის უფლებამოსილებების ევროკომისიისთვის ან წევრი სახელმწიფოებისთვის გადაცემასაც მოიაზრებს. როგორც ევრონიუსი წერს, კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ მისი პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კონსენსუსს სცილდება და პირად აზრს ეფუძნება. და კვლავ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ დუშეთის მიმართულებით ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა. ვერტფრენმა 2 რეისით სოფელ ომალოში ადგილობრივი მოსახლეობა გადაიყვანა. სასაზღვრო პოლიციამ ასევე ადგილზე გადაიტანა პირველადი საჭიროების ნივთები და პროდუქტები. ცნობისთვის ზამთრის პერიოდში საავტომობილო გზის გახსნამდე პოლიციის ავიაცია ომალოსა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად პერიოდულ ფრენებს ახორციელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ბოლო რეგულარული სამოქალაქო რეისი შეასრულა დუშეთის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, სასაზღვრო ვერტფრენი მთელი ზამთრის განმავლობაში რეგულარულ რეისებს ახორციელებს დუშეთის მიმართულებით მოსახლეობის დასახმარებლად. უკვე რამდენიმე წელია სასაზღვრო პოლიციის ავიაცია რეგულარულ რეისებს ახორციელებს თუშეთის მოსახლეობისთვის, რაც არის დიდი დახმარება, დიდი თანაცმობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სტუდენტური ფესტივალი 2026 დასრულდა. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება 5 კილომეტრიანი მარათონი იყო, რომელშიც მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მონაწილეებმა ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული მანძილი დაფარეს. გარბანში საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერი და პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ფესტივალი 1 მაისს გაიხსნა და თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში 40-ზე მეტი სპორტული და საგანმანათლებლო კონკურსი და შეჯიბრი გაიმართა. 46 წლის უკვე ვეტერანი მორბენალი. ეს გამიმართლა პროფესიონალები რო არ გამოვიდნენ, თორე აქ იქნებოდა ფეიერვერკი. მადლობა ორგანიზატორებს. გააცოცხლეს ეს შეჯიბრი. ძალიან კარგი შეჯიბრი იყო, ძალიან უსიამოვნე და კარგი იქნება თუ ესეთი შეჯიბრები ხშირად იქნება. ძალიან კარგი ვაიბი იყო და ძალიან მომეწონა რა. ჯამთელი ადამიანი მოტივირებულია უფრო თავის საქმეში და ამიტომ ეს გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობას ემსახურება, ასევე არის ენთუზიაზმი იმის, რომ აკეთო უკეთესად შენი საქმე. ამიტომ ჩვენ დაწყებული გვაქვს ეს პროცესი სახელმწიფოს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული და დაკავებული ჯანსაღი ცხოვრება. ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებას მივესალმებით და მაქსიმალურად ხარს უჭერთ. ჩვენი ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის აუცილებელი არის მსგავსი ღონისძიებები და რა თქმა უნდა ჩვენ ქართველი სპორტსმენები და ყველა სპორტის პერსონალი აქტიურად ვერთვებით. ჩემი სფერო არ არის რა თქმა უნდა მარათონი, მაგრამ შევეცდები ჩვენს ახალგაზრდებთან ეს კარგად გავარკვევ თავი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების ჩართულობა, ვინაიდან ასეთი ღონისძიებები დამატებით სტიმულს მატებს ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კუთხით
დღეს არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი ღონისძიება. ყველანი ერთად დღევანდელ დღეს სიმბოლურად ესეთი გარბენით დავასრულებთ და დავაგვირგვინებთ ამ მიმდინარე სტუდენტური ფესტივალის მნიშვნელოვან ნაწილს. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ჩვენ საზოგადოებაში, მასობრივი სპორტის და დღევანდელი ღონისძიება სულთფესტი 2026-ით ზუსტად ეს არის, როდესაც ახალგაზრდები ჩვეულებრივი მოსახლეობა, სტუდენტები, სპორტსმენები ერთიანდებიან გარბენისთვის და კიდევ ერთხელ პოპულარობას უკეთებენ მასობრივი სპორტს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. 20-დან 25,000-მდე ადამიანი არის ჩართული. თქვენი ცით რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული უნივერსიტეტები იღებს მონაწილეობას, რაც ძალიან კარგია. მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დანერგვას ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოთ აღნიშნული მიმართულების კიდევ უფრო გაღრმავებას. პირადად ვიღებ მონაწილეობას აღნიშნულ მარათონში და ყველას მოგიწოდებთ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა. უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, საკანონმდებლო ბაზა, გონივრული მისადაგების პრინციპი, ურთიერთობების ეტიკეტი და სხვა. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობს 100-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. სამინისტრო აკეთებს იმას, რომ გონივრული მისადაგების პრინციპი გამოიყენოს ამ პირების მიმართ და ისინი აქტიურად ჩართოს სამინისტროს ყოველდღიურ ცხოვრებაში. უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა საჯარო ლექცია, რომელზეც განხილული იქნა სამინისტროს როლი აღნიშნული მიმართულებებით, ასევე ის ღონისძიებები და ის პროგრამები, რომლებიც ტარდება და არსებობს. საჯარო ლექციაზე განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა, გონივრული მისადაგების პრინციპი, უნივერსალური დიზაინი. ახმეტაში კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში სპორტული შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ჩატარდა. მასში მონაწილეობა კახეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნიჭისა და უნარების მხარდაჭერა, თანასწორი გარემოს გაძლიერება და აქტიური ჩართულობა იყო. ერთი დღით ჩვენ შევძელით, რომ ამ ბავშვებისთვის გაგვეხალისებინა და გაგველამაზებინა დღე და განწყობათ ისეთი ამაღლებული და ვფიქრობ, რომ ერთი ლამაზი დღე გამოგვივიდა. ეს ფესტივალი არის დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დღესთან დაკავშირებით. აღნიშნული ღონისძიება ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების უკეთ ცნობიერების ამაღლებაში, უფლებების დაცვაში და იმ უფლებების განხორციელებაში, რაც არის მნიშვნელოვანი ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. ხედავთ, რამ ხელა ღონისძიება გამოგვივიდა და გადააჭერბა ყველანაირ მოლოდინს. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებაში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საბჭომ, რომლის ინიციატივათაც კეთდება ეს ღონისძიება. ქართული ჟესტური ენის სამსაფეხურიანი კურსის წარმატებულ მონაწილეებს კი სერტიფიკატები გადაეცათ. კურსი ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მონაწილეებმა ჟესტური ენის საფუძვლები შეისწავლეს და პრაქტიკული საკომუნიკაციო უნარები განივითარეს. კურსი განკუთვნილი იყო იმ პირებისთვის, რომლებთაც შეხება აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, კერძო წმენადაქვეითებულ პირთა ცხოვრებასთან და მათ სასწავლო პროცესში ჩართვასთან და აქვთ საჭიროება, რომ განივითარონ შესაბამისი კომპეტენციები. ქართული ჟესტური ენის კიდევ ერთი კურსი წარმატებით დასრულდა. აღნიშნულ კურსში ჩართულები იყვნენ როგორც წმენადაქვეითებული, ასევე წმენადაქვეითებულთა ოჯახის წევრები, სპეციალური პედაგოგები, ფსიქოლოგები და ოკუპაციური თერაპევტები. ჟესტური ენა ბავშვებს ეხმარება უკეთ გაიგონ, აღიქვან სიტყვა და განუვითარდეს წერითი მეტყველება. წარმატებით გავიარეს სამთვიანი კურსი. მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო როგორც ყრუთა კავშირს, ასევე მასწავლებლის სახლს. ვინაიდან რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური გარემოს შექმნისთვის ჟესტური ენის პოპულარიზაცია.
საქართველოში უკვე მე-13-ად მსოფლიოს საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. დაჯილდოების ღონისძიებაზე პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები დაასახელეს. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო გამარჯვებული ნამუშევარი საქართველოს სახელით გლობალურ კონკურსზე გაიგზავნება. დღეს აღნიშნავთ წერილის წერის საერთაშორისო დღეს. აღსანიშნავია, რომ კონკურსატების რაოდენობა 1000 მიაღწია. დღეს გამოვავლინეთ გამარჯვებული, რომლის წერილი გაიგზავნება საერთაშორისო საფოსტო კავშირში და მიიღებს მონაწილეობას 192 ქვეყანას შორის. ჩვენ შევერთით ამ მოძრაობას უკვე მე-13 წელი არის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იგი ხელს უწყობს წერილის წერის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ჩვენს ეპოქაში, სადაც ჩვენი ახალგაზრდობა ძირითადად ერთმანეთთან კომუნიცირებს ონლაინ პლატფორმების საშუალებით. ყველა მოსწავლეს ვლოცავ ამ კონკურსში მონაწილეობას, რადგან ეს მოითხოვდა მათ შემოქმედებით უნარებს, მათ კრიტიკულ უნარებს და ერთგვარად ემპათიის და ესეთი ადამიანური ურთიერთობების გამოხატვას მათი მხრიდან. ჩემი წერილი იყო, უნდა დამეწერა თუ რამ შეცვალა დღევანდელი სამყარო, თუ როგორი იყო ადრე და ახლა. სამყარო მართლაც შეიცვალა, რა თქმა უნდა. ტექნოლოგიებით და ანუ ადამიანები ასე ვთქვათ აღარ კომუნიკაბელურობენ ერთმანეთში. დიდი გამოცდილება მომცა ამ ყველაფერმა, იმიტომ რომ უფრო მეტად გავანალიზებ იმას, რომ თუ რამდენად შეცვალა დღევანდელი სამყარო ტექნოლოგიებმა. მომბე 6 საათზე ამი დასრულებულია, მე გემშვიდობებით, ნახვამდის.